ტენდენციებია შუადერეფანში, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოში ტვირთნაკადზე აზერბაიჯანის მიერ სომხეთში ტრანზიტზე მოხსნილი შეზღუდვა და ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის ამოქმედება და რეალურად რა პოტენციალი აქვს შუადერეფანს. თემაზე სასაუბროდ გივი ჩაჩანიძე, კოსკო შიპინგ ლაინის კომერციული მენეჯერი გვერდდება სტუდიაში. გივი, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში თქვენი დროისთვის. მინდა რომ დავიწყოთ საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე გაჟღერებული გზავნილების შეჯამებით. თქვენ როგორც ვიცი ესწრებოდით ამ ფორუმს და ვიცით რომ საკმაოდ ბევრი დრო დაითმო სწორედ აი ამ ლოგისტიკის საკითხებს, მათ შორის შუადერეფანზე იყო იქ საუბარი. გივი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, დღეს რა შესაძლებლობები არსებობს აი ამ სატრანსპორტო კორიდორში? მოვისმინეთ ასევე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის გარკვეული გზავნილიც, რომ აქ საჭიროა შეთანხმებული მოქმედება იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არიან ამ მარშრუტის მონაწილე ქვეყნები, იმიტომ რომ გარკვეული გარანტიებია მოთხოვნილი მათ შორის ინვესტორების მხრიდან. ის რომ უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტად შენარჩუნდეს ტვირთნაკადები ამ ასე ვთქვათ მარშრუტზე, რა არის გასაკეთებელი, რა გამოწვევები იკვეთება და რა კონკრეტული გზავნილები მოისმინეთ ამ მიმართულებით ფორუმის ფარგლებში? დიახ, არ შემიძლია არ დავეთანხმო, მაგრამ სრულიად მაინც არ გავიზიარებდი მის მესიჯს და ზოგადად ბევრ გზავნილს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ბევრს ვიზიარებ, ნაწილობრივ ბევრს არ ვიზიარებ, მე ჩემი პირადი შეხედულება მაქვს. შესაძლებლობებს რაც შეეხება შუადერეფანზე, ცნობილია, რომ ეს პირველი სტრატეგიული დანიშნულების და მნიშვნელობის დერეფანია და მეორე არ არის მარტივი, არ არის ესე რომ ვთქვათ პირდაპირ გამტარი. მაგ გზაში დაბრკოლებები აქვს, რამოდენიმე ქვეყანას გადის, ყველა ქვეყანას თავის მიდგომა აქვს, ეს არ არის რაღაც საერთო კორიდორი, ესე რომ ვთქვათ, საერთო ტრანზიტი. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და იმით გამომდინარე, რომ ეს შუადერეფანს არ ეთმობოდა, ვთქვათ, 10 წლის წინ აი ამ ხელა ყურადღება, რაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ნიშნავს, რომ მით უფრო მეტი ინტერესი ჩდება დერეფანზე, მეტი ინტერესი მეტ ტვირთს ნიშნავს, მეტი ტვირთი თუ ყველაფერი გამართული არ არის და ინფრასტრუქტურა არ არის თანამედროვე, რა თქმა უნდა, მეტ გამოწვევასთან გვიწევს მე შეჭიდება, ესე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის პირველი და უპირველეს ყოვლისა ეს არის ინფრასტრუქტურა ყველა მხარეს. ჩვენ თავზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ისე ვიქვართ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია მთლიანად დასასრულებელი გვაქვს. ვიცით, რომ უკვე თითქმის დასრულებულია, მაგრამ დასრულებული არ არის, ამიტომ დასასრულებელია და ისევ ჩვენი პორტები, სადაც ჩვენი პორტები ჯერჯერობით სამწუხაროდ ისე ვიქვართ, სადაც ვიყავით და ჯერჯერობით ხოლმე საუბრის დონეზეა და როდესაც ამ ხელა ყურადღება ეთმობა, ეს ნიშნავს, რომ საუბრის დონეს ჩვენ უნდა გავცდეთ უკვე და თარიღები რაც შეიძლება შევამციროთ და რაც შეეხება ჩართულობას, როგორც ამბობდნენ, მთავრობათა შორის შეთანხმებებიც უნდა იყოსო და მართალია, მთავრობათა შორის შეთანხმებაც უნდა იყოს და ძალიან აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები, ანუ პირდაპირი გაგებით მთელი დღე ამაში უნდა შრომობდეთ და ვწვალობდეთ, რომ ჩვენ რეალურად გავაკეთოთ. გაკეთებადია, შესაძლებელი არის, მაგრამ ძალიან ესე რომ ვთქვათ, აქტიური შრომა ამისთვის საჭირო ყოველდღიურად. ტემპია დასაჩქარებელი. ანუ ჩვენი მხრიდან გივი რა გაკეთდა, იგივე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ახსენეთ და სახელმწიფო კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ რაღაც სატესტო რეჟიმში უკვე დაწყებულია იქ ვაგონების გადაადგილება. ანუ რა შეიცვალა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ მათ შორის ჩვენს დერეფანს რაც ეხება და ჩვენს კორიდორს, აი აქ ჩვენ უფრო მოქნილები ვიყოთ და ტვირთმფლობელებიც დავაინტერესოთ და აქ გარკვეული შეფერხებები არ შეიქმნას. დიახ, წინსვლა ნამდვილად არის, მე უბრალოდ ჩემ სუბიექტურ რას ვიძახი, რომ როდესაც ეგეთი მასშტაბის პროექტებზე ვსაუბრობ და ეგეთი მნიშვნელოვან დერეფანზე ვსაუბრობ, მე არ მომწონს სიჩქარის ტემპი, თუმცა რა თქმა უნდა, მე არ ვიცი ყველაფერი რა ხდება შიგნით და მე ზოგადად ვლაპარაკობ, რასაც ვხედავ და რასაც ვისმენ იქიდან გამომდინარე. თუმცა ცვლილებები რა თქმა უნდა არის. ისევ და ისევ ჩქაროსნული მაგისტრალის ბევრი ნაწილები, სადაც არის ჩვენი მთავარი უღელტეხილი, მანდ გაკეთდა და კეთდება და კიდე გამოცხადებულია უკვე საბთან დამაკავშირებელი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, როგორც თქვენ ახსენეთ, დიახ, უკვე სატესტო რეჟიმში რაც ნიშნავს, რომ უკვე გამტარონერობა მათ შესაძლებელია, უბრალოდ სატესტო რეჟიმია და მას რაღაც გარკვეული დრო ჭირდება და ეს ძალიან დიდ ცვლილებას მოგცემს. ჩვენ ეს ზუსტად ის არის, რაც ჭირდებოდა დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ამ ყველაფრით მე მივდივართ იქ, შევდივართ ჩიხში, რასაც ქვია ჩვენი პორტები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, დღევანდელი გამტარონარიანობით რაც გვაქვს ზედაზღვარზე მუშაობ და თუ ჩვენ გამტარონარებას გავზრდით აქ რკინიგზის მეშვეობით და მაგისტრალის მეშვეობით, მე
ვეჩეხებით პრობლემას, რომ გვევსება ტვირთით ჩვენი ტერმინალები ფოთში, რადგან არ აქვს ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ დღეს უკვე ზედა ზღვაზე ვართ, შარშანად ზედა ზღვაზე ვიყავით და ამიტომ, ეგეთ პრობლემის წინაშე დავდგებით. რაც მე ინფრასტრუქტურა არის საჭირო. აუცილებელი ხმაწყლოვანი პორტი, ამას წლებია ვიძახით, იმიტომ რომ ერთია რომ ამასაც იგივე სულ ვიმეორებთ, რომ როდესაც შენ კლიენტს მოიყვან, დაარწმუნებ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, აიღებ პასუხისმგებლობას, ჩამოიტან ტვირთს ფოთში, რომელიც სამ შემდეგ გასაგზავნია ექსპორტზე და შენ მას დაუგვიანებ, შევქმნი პრობლემებს, ის აუცილებლად განაწყენდება და აუცილებლად მოძებნის სხვა იმ ძველ თავის ნასად გზას. რამდენიმე დღე გვიანდება თუ რა პერიოდი? ანუ რთულია თქმა, მე მარტო საქართველოზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენი პირველი დაბრკოლება შუადერეფნის იწყება ყაზახეთში, ხშირად არის ხოლმე ტვირთები გვეჭედება აქტაუს პორტში, შეიძლება ერთი თვეც გაიჭედოს. შესაბამისად, მანდაც იყო გაცხადებული ხო, რომ იყო პერიოდი, როდესაც 55 დღეში ჩამოდიოდა კონტეინერი, თუმცა ახლა შემცირებული არისო, დრო 18 დღემდეო, მაგრამ კიდევ გთხოვენ, რომ 12 დღემდე შევამციროთო. შესაძლებელი ნამდვილად არის, თუმცა დაბრკოლება ერთია, რატო იჭედება აქტაუს პორტი? იმიტომ რომ კასპიის ზღვაზე არის დიდი გემები. დიდი გემები შავ ზღვაზე ჩვენთანაც არ არის, მაგრამ კასპიაზე საერთოდ ძალიან პატარაა. იქაც არის ახლა საუბარი მიდის, რომ აპირებენ გემების გაკეთებას, დაყენებას კასპიაზე, აწყობას, რაც აუცილებლად მიეხმარება პროცესს. კი ბატონო, გივი შუა დერეფანი და ეს ტრანსკასპიური მარშრუტი არ არის უალტერნატივო გზა ტვირთმფლობელებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო პერიოდში რასაკეთებენ მათ შორის რეგიონის ქვეყნები და ვხედავთ რომ მათ შორის აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სომხეთში ტრანზიტზე მოხსნას შეზღუდვა. აქ გვაქვს ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა, ასე ვთქვათ და არის თუ არა ეს რეალური ალტერნატივა შუა დერეფნის თუ შემავსებელია როგორც ასე ვთქვათ ითქვა მათ შორის ფორუმის ფარგლებში და რამდენად ისინი უფრო მეტს აკეთებენ და შეიძლება თუ რა ჩვენ გარკვეული ტვირთნაკადები დავკარგოთ სწორედ ამიტომ. შეიძლება ტვირთნაკადები დავკარგოთ თუ ესე პირდაპირ შევხედავთ და უფრო ღრმად არ შევხედავთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ნამდვილად მეც თავიდან როდესაც გავიგე ამ ზანგეზურის შესახებ, როცა იყო ამაზე თავდაპირველად საუბარი, რა თქმა უნდა მე არ მომეწონა და ჩემთვის ეს მესიჯი იყო, რომ ჩვენ ისედაც გვიჭირს ჩვენი დერეფნის სრულიად კარგად ამუშავება და ყველა რო კმაყოფილი გაუშვათ და თუ ჩვენს გვერდზე ჩდება ეგეთი ალტერნატივა და ისედაც შუა დერეფანი რაღაცით ალტერნატივად გაჩნდა, ხო? ეს არ არის ესე რომ ვთქვათ, სწრაფი მარშრუტი და იდეალური მარშრუტი, ხო? ჩრდილოეთ დერეფანი ბევრად თავისუფალია, ბევრად მარტივია, თუმცა ნუ იქ თავიანთი პრობლემების გამო ჩვენ გვინდა რომ აქეთ გადმოვიტანოთ მეტი ტვირთი, მაგრამ როდესაც ჩვენთან ჩდება მსგავსი ალტერნატივა, მე თავიდან მართლა ნეგატიურად უყურებდი, მაგრამ ნუ ბევრი წაკითხვის და ინფორმაციის მოზიდვის მერე მეც ვეთანხმები გარკვეულწილად და მაგ მესიჯს რომ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ალტერნატივა, ეს უნდა გავიხილოთ შემოსებელი ნაწილი თუ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მაინც რომ თუ ვიგრძნობთ რომ ეს ჩვენ კონკურენციას გაძლევთ, იქნებ უფრო მერე ავჩქარდეთ. ეს ზოგადად კონკურენცია ყოველთვის ქმნის წარმატებას და კონკურენცია ქმნის პროგრესს. კონკურენციის გარეშე პროგრესი არ იქნება და მოდით ეს ავიღოთ ზანგეზური როგორც კონკურენცია და არა როგორც ალტერნატივა და ნუ იქნებ ჩვენ თუმცა რა თქმა უნდა ის ფაქტი ვიდრე ზანგეზური, ის ფაქტი უფრო რომ აზერბაიჯანმა ტრანზიტი გახსნა სომხეთზე, ის ფაქტი უფრო გვაკარგინებს ჩვენ ტვირთებს. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ პოზიტიურად უნდა შევხედოთ რომ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო დამეგობრება და ჩვენ არ უნდა ვისარგებლოთ სხვისი უბედურებით. ესე რომ ვთქვათ, პირიქით, თუ დამეგობრდნენ, ახლა ჩვენ სხვა რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ და შევხედოთ ჩვენ დერეფნებს და ჩვენ პორტებს და გავაუმჯობესოთ. კი ბატონო, გივი რა ტიპის ტვირთები შეიძლება გადამისამართდეს აი ამ მარშრუტით? თავიდანვე იყო საუბარი, რომ უფრო მალე შეეძლოს სახმელეთო გადაზიდვების მიმართულება განევითარებინა და შემდეგ ეტაპი ალბათ სარკინიგზო ტვირთნაკადების გადამისამართება შეიძლება იყოს. ანუ რა მოცულობის ტვირთები შეიძლება წავიდეს სწორედ მათკენ? ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე ახლა ამას უყურებ სუფთა როგორც სომხურ იმპორტ-ექსპორტი შუა აზიაში და შუა აზიიდან იმპორტი, იმიტომ რომ ტრანზიტად მე ჯერჯერობით აი ამ გზის გახსნას ვერ აღვიქო. ტრანზიტი მე შეიძლება ვიფიქროთ, როდესაც იქნება ზანგეზური. და ზანგეზურსაც თავიდან რა თქმა უნდა არ იქნება ესე full force რო ვთქვა და ვერ იმუშავებს თლიან დატვირთვაზე, თავიდან ნელ-ნელა დაიწყებს. აი იმ ნელ-ნელა დაწყების პროცესს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ოღონდ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და დავაკვირდეთ არა, ჩვენი უნდა ვაკეთოთ, რაც გასაკეთებელი გვაქვს და როდესაც დავინახავთ თუ რას თავაზობს ზანგეზური, ჩვენ უბრალოდ მაგაზე კარგი უნდა გავაკეთოთ. ან ვნახოთ რა ალტერნატივის გაკეთება შეგვიძლია ტვირთებისთვის, რა წამოვა ჩვენთან. იმიტომ რომ ეხა როგორც არ უნდა ჩაითვალოს ზანგეზურის დერეფანი, ჩვენი პორტები 100 წლეულების არის და რა თქმა უნდა გამოცდილებაც მეტი გვაქვს. არ არის მარტო პორტი, ხო აქ ინფრასტრუქტურაც არის, პორტთან საჭირო საწყობები და ასე შემდეგ, რაც გვაქვს. ნუ ცოტა, მაგრამ უკვე წინ ვართ და ამიტომ ეს რაღაცა
ეს ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს ნეგატიურად, ანუ ერთმანეთის ჩაჩეხვაში პირიქით ეს უნდა დავაკვირდეთ ერთმანეთს და უკეთესი და უკეთესი ვაკეთოთ და ეს იქნება ჩვენი განვითარების საწინდარი. კი ბატონო, გივე ბოლოს შეჯამებისკენ რომ წავიდეს ჩვენი საუბარი, დღეს რა ტენდენციებია შუა დერეფანში, ჩვენ იგივე სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში ვაკვირდებით სტატისტიკას, რომ შემცირებულია ჩვენს დერეფანში სატვირთო ტრაილერების მოძრაობა. ზოგადად რამდენად ხდება შენარჩუნება იმ მზარდი ტვირთნაკადების, რომელიც წლების წინ, ასე ვთქვათ, გადმოერთო ამ მარშრუტზე, თუ არის კლება რა ნაწილშია კლება და ასე შემდეგ. ხო, მე აი ამ კლებას როგორც ასეც ვერ განვაცხადებდი, ეს უფრო რაღაც სეზონურებია, სადღაც რაღაც დაბრკოლებების გამო, თუმცა როგორც ვახსენე ჩვენი პორტები რადგან ზედაზღვარზე მუშაობს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაღაც კიდევ უფრო დიდ ზრდას, ანუ ის ზრდა რაც ჩვენ წინა წლებმა გვაჩვენა, ჩვენ მომავალ წლებში ამ ზრდას დღევანდელი ინფრასტრუქტურით ფიზიკურად ვერ მივიღებთ. კი, რაღაც ძვრები იქნება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. აი მაგალითად ახალი კარგი ამბავია, რომ ყაზახური ხორბალი, რომელიც რაღაც ნაწილობრივ გამოდიოდა ჩვენი ქვეყნების საქართველოს ტრანზიტით, ეხლა ძალიან დიდი რაოდენობით გამოვიდა, რომ მათ თავიანთი დაბრკოლებები აქვთ უკვე რუსულ ტრანზიტზე. ეს დიდი რაოდენობის ტვირთებია, შეიძლება იყოს ასეულობით 1000 ტონა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია და ზუსტად აქ ვართ ისევ, რომ ეხლა ხდება, აი ფაქტიურად დღე-დღეზე პირველი. ნუ რაღაც ნაწილი უკვე მოდის, მაგრამ უფრო მეტი დამატებითი რაოდენობა დღე-დღეზე წამოვა. უბრალოდ ნუ საქმე იმაშია, რომ ზუსტად ეს არის ის რაღაც წვრილი ზღვარი, აი აქ არ უნდა დაუშვათ ჩვენ შეცდომით, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად სასწელ პარტიებს უშვებენ და თუ გვინდა რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა და მათ აქვთ ეს ტვირთი და უცებ გამოუშვან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად და აი by default არ უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ აი აბა ეხლა რას ვაპირებთ, არა, ყველაფერი მზად უნდა გქონდეს და ამიტომ რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის ნაწილში არ გვიჭირს ამ შემთხვევაში. ნუ ჩვენი მაგის გარშეც ისედაც გვიჭირს, ამიტომ უბრალოდ გათვლა უნდა გავაკეთოთ სწორედ და იმის იმედი რომ ეს ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც არ ვიცი, როგორ მამდვილად, მაგრამ ნუ ჩვენ ვხედავთ რა შეგვიძლია, ჩვენ სულ ეს მესიჯი უნდა გავაჟღეროთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ჰაბი, არასწორია და არასერიოზულია. პირველ რიგში ღრმაწყლოვანი პორტი, რათა დაკავშირებული ვიყოთ მსოფლიო სავაჭრო გზებთან. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ჩვენ არ ვართ დაკავშირებული, ჩვენ ვართ ტრანსშიპმენტზე მიმული. გივი, ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის საინტერესო შეფასებებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. გივი ჩაჩანიძეს უსმენდით, COSCO Shipping Line-ის კომერციულ მენეჯერს.